ეს ფინანსური სარგებელი და მიმღებობა სარგებლისა ჩაანაცვლა ისევ რუსეთის მოქალაქემ. როგორ ხდება აი ამ საქციების გვერდის ავლით რაღაცა პარალელური სამყაროს შექმნა საქართველოში? ამას ღიად საუბრობენ. პროპაგანდისტულ ეთერებში. მაღაზიაში საქართველოში ყველა მაღაზიის პროდუქციის 70% არის რუსული პროდუქტი, რასაც ივანიშვილის ხელისუფლება აკეთებს ახლა. გამარჯობა. მოგესალმებით. ჩვენი პოდკასტის მაყურებლებს დერეფანი მეხუთე ეპიზოდით ბრუნდება ონლაინ. და დერეფანის დაბრუნებასთან ირაკლი კუპრაძეს დაგვიბრუნდა მეგობრებო. მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულებაზე, რუსეთისადმი და იმ რისკებზე, რაც ამ დამოკიდებულებას ახლავს. ხო, შევეცდებით ვისაუბროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო დამოკიდებული ქვეყანაზე, რომელსაც შენ სახელმწიფოს არსებობა არ უნდა. თავისთავად რუსული ბაზარი საქართველოსთვის, ქართული ბიზნესისთვის ტრადიციული ბაზარია, ამას ვერ გავიქცევით, გეოგრაფიული სიახლოვე ამას შვება. ქართული ღვინისთვის, მინერალური წყლებისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის ტრადიციული ბაზარია, მაგრამ მაინც გვინდა რომ აუცილებლად ვილაპარაკოთ იმაზე, რას ნიშნავს იყო დამოკიდებული ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული და არც იმაზე იტყვის უარს, რომ დანარჩენის ოკუპაცია მოახდინოს. ხო, ყველანაირი რაღაცა იმის რუსოფობიის გარეშე შევეცდები რომ ჩემი ემოციები ამ საკითხთან დაკავშირებით გვერდზე გადავდო. უბრალოდ ძალიან პრაგმატულად გითხრათ, რატოა ეს პრობლემა, რა რისკები მოყვება და სადავართ დღეს მოკლედ ამ მიმართულებით. მათ შორის რა მძიმე გამოცდილება გვაქვს წარსულში ამ დამოკიდებულების ფონზე, როცა უკვე რუსეთის ფედერაცია ღებულობდა მძიმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ჩვენ მძიმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს რა გავლენას ახდენდა ეკონომიკაზე, კრიზისზე, რა კრიზისებს ქმნიდა და მათ შორის როგორ აზარალებდა ქართულ ბიზნესს და წარმოებას, ანადგურებდა საერთოდ, როცა თავარი საექსპორტო პარტნიორი ყდებოდა საერთოდ და იკეტებოდა. Yes. გეოპოლიტიკური ფასი მოკლედ რუსული როგორც ენერგომატერიალების, ისე რუსული ბაზრის სხვა შორის ევროპელებმა სულ ახლახანს ნახეს, რას ნიშნავს გეოპოლიტიკური ფასი, მაგალითად რუსული გაზის, როდესაც ამას ჩვენ ვამბობდით ბევრი წლის წინ, ხო, მაშინ ვიღაცები სერიოზულად არ იკოდნენ საქართველოს. მოკლედ, შევეცადოთ რომ დავიწყოთ, შევეხოთ ძირითად საკითხებს და გზადაგზა რაღაცები მოგვაფიქრდება. მოკლედ, აი ამ რაღაცა ფასების ორ ტრიალში, ამ ეკონომიკური თემების წამოწევაში საქართველოში ალბათ ეკონომიკაში ყველაზე გაურკვეველი კაცის ირაკლი კობახიძის მიერ, რომელმაც ჯერ Eagle Hills-ის პრომო გოგონობით დაიწყო და შემდეგ ახლა აგრძელებს რაღაცა იმას, რა ქვია. თავის დიდ ბიზნეს იდეებს, მოკლედ ამ ყველაფერი მიგვიყვანა რაღაცა ჯოჯოხეთში, რომ პრემიერ-მინისტრი ეკითხება ბიზნესს, რომ რამდენი სუპერმარკეტი გაქვთ, თუ რა საჭიროაო, დღეს ბაფთიაქებს ეუბნებოდა მერე, რომ ესაო რა ქვია, წამლების გარდა სხვა რაღაცებს ყიდით, ეგ არ მოსულა რა ბონდია, სხვაგან ეგ არ მინახიაო. ანუ აი ამ კომიკურ ამბამდე რომ დავუშვით, ამის პარალელურად გვინდა გითხრათ მოკლედ რა ხდება. რაღაცა მოდი ეგეთ რამეს თავაზობ, თქვათ რაღაცა პატარა წინადადება და მე გავარჩიოთ ეგ წინადადება ამ საკითხში მნიშვნელოვანია. დავიწყოთ მოდი მარტივი ამბით, საქართველოში რუსული ბიზნესი. რა არის საქართველოში რუსული ბიზნესი? იმის მიღმა, რაც დიდი ბიზნესი რაც ოპერირებს, ენერგო სექტორი, რაო, რომელიც თბილისის დისტრიბუცია არის ენერგეტიკის, ან თელასი არის რუსული სახელმწიფო კომპანიის და ამ ზოგადად დიდი რუსული ბიზნეს გავლენების იგივე კომპანია IDS-ში და სხვებში ვილაპარაკოთ ზოგადად იმაზე, რომ საქართველოში 2024 წლის 1 ივნისის მდგომარეობით საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში 37400-მდე კომპანიაა. ეს კი საქართველოს არსებული აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების 8%-ია. მათი სრული უმრავლესობა შეიქმნა 2022 წლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, როცა პუტინის რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მათი უმრავლესობა რეალურად დაახლოებით 30000-ზე მეტი ბიზნეს სუბიექტი 2022 წლის შემდგომ არის რეგისტრირებული და მათ შორის ჩვენი გუნდი და ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებიც ამ საფრთხეებზე ვლაპარაკობდით. ცოლსახად. უნდა ითქვას ერთი საინტერესო ფაქტი, მოქალაქეებს ცოტა უჭირდათ ჩვენი გაგება და კრიტიკულად გვიყურებდნენ, რომ რატო შეიძლება გვეწყინოს ან არ გაგვიხარდეს ახალი ბიზნეს სუბიექტების გაჩენა და მაშინ ვეუბნებოდი მე განსაკუთრებულად ეს ორ ქალაქში იგრძნობოდა, თბილისსა და ბათუმში. და მე ორივე ქალაქში ვეუბნებოდი ჩვენს მოქალაქეებს, რომ თუ გგონიათ, რომ ეს მათი საქმიანობა
ხვალ არ იქნება თქვენი საქმიანობის, ანუ ქართული ბიზნესის ჩამნაცვლებელი, ამაში ცდებით და სამწუხარო ძალიან გვიან მიხვდნენ ამ ყველაფერს, როცა უკვე თავადვე გახსნეს ის საწარმოები, რესტორნები, კაფეები, აწარმოებენ თავის პურს და თავის პურფუნთუშეულს, თავისი სამაკლერო საბროკერო კომპანიები, რომლებიც თავადვე აქირავებენ უკვე საცხოვრებელ ფართებს ყიდიან და ასე შემდეგ. რა ჩაკეტილი ეკონომიკური ციკლი გაჩნდა ამ ქვეყანაში. უფრო მეტად ენდობიან რუსული საემიგრაციო დიასპორა უფრო მეტად ენდობა ერთმანეთს ვიდრე ქართულს და ამიტომ მათ ჩაანაცვლეს უკვე რუსული ბარბერშოპები გაჩნდნენ, რომელიც მარტო რუსულია. რუსული პოდკასტ სივრცეები გაჩნდა. ყველაფერი რუსული გაჩნდა ამ სივრცეში, რასაც ვხედავთ, რომ უბრალოდ ქართული ეკონომიკური სივრციდან გასულები არიან და საქართველოს მოქალაქე, რომელსაც პარალელური მსგავსი ბიზნესი აქვს, არათუ ვეღარ ნახულობს სარგებელს ამ პროცესიდან და ხეირს, რასაც სახალხოდ ვეძახით ხოლმე. არამედ პირიქით, გაჩნდნენ ისეთი კონკურენტები, რომლებიც ართმევს სხვა მომხმარებელსაც კი. ხო, რაღაც პარალელური ეკონომიკური ჯაჭვი შეიქმნა და ეგ პარალელური ჯაჭვი არასდროს არ არის ხოლმე, კაი, რაღაც. ეს კომპანიები არ მოგიყვანეთ უბრალოდ რიცხვად, უბრალოდ ეს მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვიცოდეთ, რომ 2024 წელს უკრაინის ომის დაწყების მერე 2022 წლის მერე ძირითადად მასიურად ბევრი ბიზნესი დარეგისტრირდა ამ ქვეყანაში. თავისთავად ეგ პრობლემა არ იქნებოდა, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ რო არ იყოს აი ეს რაზეც ირაკლი მილაპარაკა და მეორეს მხრივ პრობლემა არ იქნებოდა, რო არა ის ყველაფერი, რასაც შემდეგ მოგიყვებით. ანუ ამ ბიზნესების ნაწილი არის დაკავებული რაღაც ტრადიციული საშუალებებთან მცირე ბიზნეს სექტორებში, როგორც რაღაც სახელოსნო საქმე, რაღაც სადალაქვები ასე შემდეგ. მაგრამ მათ შორის აი ამ კომპანიებს შორის არის ბევრი, რომელიც ისეთ საქმით არის დაკავებული, რომელიც საქმეც პირდაპირ თუ ირიბად ნიშნავს სანქციების გვერდისავლას. იმ სანქციების, რომელიც რუსეთს ცივილიზებულმა სამყარომ ჯამში შეერთებულ შტატებმა, კანადამ, ევროპის ქვეყნებმა, ავსტრალიამ და სხვებმა დაადეს უკრაინაში სისხლის ზღვრის გამო. მიზეზი ამ სანქციების არის ის სისხლის ზღვა, რომელიც უკრაინაში გააჩაღა რუსეთმა და ამას ასანქცირებს ამ სისხლის ზღვრას და ამის გვერდისავლაში ძალიან ბევრი ეს კომპანია რუსული სამწუხაროდ მათ შორის ბევრი ქართული კომპანიაც მოკლედ ეხმარება რუსებს. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ვცდილობთ უნდა ვცადოთ, რომ ემოციებს რაღაცნაირად გავიქცეთ, მაგრამ ეს, რაზეც ახლა შენ საუბრობ, არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, სადაც ეკონომიკურ მსჯელობასთან და ლოგიკასთან ერთად შეუძლებელია გვერდი აუარო მორალის საკითხებს. მორალის საკითხს, როცა შენ ხედავ, შენს მსგავს მდგომარეობაში, ოკუპაციის პირობებში, რომელსაც თავს ესხმის მეზობელი ქვეყანა, ამ შემთხვევაში პუტინის რუსეთი და შენ ხარ თუ საერთო მტრის რაღაცა დამხმარე რგოლი, სამაშველო რგოლი, რომელსაც ისინი იყენებენ და ამ დროს შენ ცდილობ რომ რაღაც სარგებელი ნახო ამ ბოროტი ჩუმი გარიგების პირობებში, რაც არ მგონია რომ ჩვენი ერის და ამის თქმა თამამად შეიძლება ერის მორალურ სიმყარეზე კარგად იმოქმედებს. პირიქით, მგონია რომ ეს პრობლემა იქნება მიუხედავად იმისა, რა მცირე დროიანი ბუსტის შეიძლება მისცეს რაღაცა ეკონომიკას, ქართულ ეკონომიკას ამ ყველაფერმა, მაგრამ ჯამური შედეგი ჩემი აზრით ძიმე იქნება ჩვენთვის. ხო, მათ შორის ეკონომიკურად. ამას გავყვები, მნიშვნელოვანი რაღაცა თქვი, რაღაც ეკონომიკური სარგებელი, რაღაც რაზეც კაპიტალიზება ხდება ომის შემდეგ, რაც გეთახმები რომ მორალთან ძალიან მწყრალად არის. და სულ რომ მორალი ეხა შეეცადო როგორც აი რუსეთი ვცად როგორც აი ეს ნაწილიც იქით გავწვევთ მარტო უკრაინაზე ხო არა ლაპარაკი ხო უკრაინის ტერი არა ზუსტად იგივე საკეთებდა საქართველოში რუსები არიან ისინი ვისაც ჩვენი გენოციდი აქვთ ნაწარმოები ვისაც გაუპატიურებული ყავთ ქართველი ქალები ბავშვები დახოცილი ყავთ მშვიდობიანი მოსახლეობა ჯარისკაცები მოკლედ ჩვენთვის ძალიან მტკივნეული ამბავია და რა თქმა უნდა მორალური გაუმართავობის მიღმა ოღონდ არის ძალიან დიდი რიცხვები. რაღაც კი არა, ძალიან დიდი რიცხვებია ლაპარაკი. მოდი გადავიდეთ იმაზე, რაც ერთ-ერთი მთავარი ბუსტი ჭყალებში, როგორც შენ თქვი, ირაკლი, გახდა ქართული ეკონომიკისთვის და ის ამბავი, რომელსაც რეალურად პირდაპირ თქვა, კოცებს მიცა საშუალება, რომ ეხლა ელაპარაკონ რაღაც ამ ქვეყანაში დიდი ეკონომიკური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კარგ მდგომარეობაში და ასე შემდეგ. რაც მართალია. არის კარგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ამ ქვეყანაში, ოღონდ ამას მარტო ერთი მიზეზი აქვს, ეს არის აი ამ რუსეთ-უკრაინის ომის ამბის გამოყენება. და გადავდივართ ძალიან საინტერესო წინადადებაზე და ამით შეგვიძლია უკვე გავაგრძელოთ აი რას ნიშნავს რაც შენ თქვი უკრაინა რუსეთთან ამ კონფლიქტიდან სარგებელის მიღება. მარტივი წინადადებაა საქართველოსთან ესე იგი ჯერ ეს უნდა ითქვას რომ 2000 საქართველოს
არ აწარმოებს ავტომობილებს, აი ეს სამი წინადადება რა. საქართველოს არ აწარმოებს ავტომობილებს. ეს გაგიკვირდებათ და. ხო, ანუ რა უცნაურიც არ უნდა იყოს და რაღაცა ნაწილში ქუთაისის შეიძლება ისე ვიღაცებს ეგონოს რომ ავტოქარხანა რამეს აწარმოებს. არა ხალხო, აღარ აწარმოებს. აგერ ბოლოს 1-5 წლის წინ იყო ქოცემმა თავი წამოყვეს რომ რაღაცა ელექტრომობილების ქარხანა უნდა გაეკეთებინათ ქუთაისის ავტოზავოდის ადგილას და ნუ რაღაცა კლასიკური აფიორული სქემა აღმოჩნდა ზუსტად ისეთი როგორც აიღო ირაკლი ბახტაძის მიერ რამდენი პროცენტი იყო განათლებაში დასახარჯი შეფასი აღარ მახსოვს, მაგრამ მაგიცნაირად. მოკლედ, სამი წინადადება. ერთი, საქართველოს ავტომობილებს არ აწარმოებს, მეორე, საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი გახდა ავტომობილი 2025-24 წლებში. სამი მთავარი საექსპორტო ქვეყანა. ყირგიზეთი 21.1%, ყაზახეთი 12.8% და რუსეთი 10.2%. ყირგიზეთი აქ არის ძალიან საინტერესო და აქ მივდივარ ბოლო წინადადებას და ამით მე გავუძოთ ის მაგარი ამბავი არის. ჯერ ხო ყირგიზეთში რომ ყველაზე მეც ვყიდით ეგ ხო საუცხოება არის. ოღონდ მანქანებს ვყიდით ხალხო სხვა არაფერი არ მევხვდით საკეთად. წინადადება არის ჟღერს ესე საქართველოსდან ყირგიზეთში 1.3 მილიარდი დოლარის ავტომობილები გაიგზავნა, სადღაც 35,000 ავტომობილი, ხოლო ყირგიზეთში მხოლოდ 24 მილიონის ჩავიდა. ანუ სადღაც 2600 ავტომობილი. ოღონდ ეს წინადადება მე სამჯერ გადავიკითხე. არა, ეგ არის. სამჯერ გადავიკითხე რომ გამეგო. 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილი გავგზავნეთ, ოღონდ ყირგიზეთში ჩააღწია მხოლოდ 25 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები. ის ზუსტად ეგრეა. ძალიან სწორად. ამაზე მოკლედ მოუყვეთ სქემა როგორ მუშაობს ეგ ყველაფერი. გახსოვთ დასაწყისში ვთქვით 30,000 კომპანია. ამ 30,000 კომპანიიდან რომელიმე ან არ მინდა ხა მარტო ესე გამოვიდეს რომ ამ 30,000 კომპანიას დავვალოთ, ან ნებისმიერ სხვა ბევრი ქართველი რომელიც ქართული კომპანია რომელიც ამით ხეირობს. ჩამოყავს უცხოური ავტომობილი რომელიც არის სანქცირებული რუსეთში, არ ვიცი რაღაცა იმათ ხო უყვართ ეს J-კლასები და რაღაცები. ისეთი ავტომობილი რომელიც გაყიდვას რუსეთში უკვე აკრძალული არის. ჩამოდის ესეთი ავტომობილი საქართველოში. საქართველოსდან ამ ავტომობილზე ეს ავტომობილი სხვა ბევრ მისნაირთან ერთად იტვირთება ტრეილერზე და კვეთს კობის საზღვარს. ენჭება სატრანზიტო ნომერი იმისთვის რომ ოღონდ ყირგიზეთში ჩავიდეს, კი ბატონო. ყირგიზეთი, იმიტომ რუსეთში ვინმეს არ ეგონს რომ რუსეთში რჩება. გაყიდვა თითქოს და რაღაც პრობლემას. ხო, ანუ რუსეთში ექსპორტად არ ითვლება, სწორად ამბობ. ხო და აი ტრანზიტის შუა ნაწილში წყვეტენ უკვე, იქ სავარაუდოდ ქრთამსაც იხდიან, იმიტომ რომ ეს ნომრები მოხსნან ამ შემდეგ. მაგრამ მთავარი ამბავი არის ის, რომ რეალურად ეს არის ექსპორტი, პირდაპირ ექსპორტი რუსეთში და ყოველგვარი შემძლავი ნორმის გაქრობა. აქედან აღარ არის უკვე სახელმწიფო ინტერესებში. ამბავი არის მარტივი. არ ყლება არც ერთებაში, რა ქვია, სანქციაში, იმიტომ რომ დანიშნულება ამ ტვირთის არის ყირგიზეთში ჩასვლა. სახმელეთო გზა ყველაზე მარტივი გადის რუსეთის ფედერაციაზე და აქ იწყება მთავარი ამბავი. ის ტრეილერი, რომელიც დატვირთული არის ბევრი რაღაცა G-კლასებით, თუ J-კლასებით, გზა იცლება. ანუ იმის მაგერად რომ ამ ტვირთმა მართლა ტრანზიტულად გაიაროს რუსეთის ფედერაციაზე, არაფერი ტრანზიტის სინამდვილეში არ არის და პირდაპირ იმ ქალაქებში, იმ ავტოსალონებში, სადაც ეს მანქანა იქნება ნაყიდი, ეს მანქანა ჩერდება. ანუ ან ყირგიზეთში ძირითადად ასეთი ტრეილერები ან ცარიელი ჩადიან, ან საერთოდ არ ჩადიან. ალბათ უფრო ჩადიან ცარიელი და ამას ატარებენ. აქედან გამომდინარე ვიღებთ ამ სურათს. 1.3 მილიონი მანქანა, რომელიც აი კიდევ ერთხელ მეორე 35,000 ავტომობილია დაახლოებით საშუალოდ. 35,000 ავტომობილი, რომელიც გაიყიდა სინამდვილეში და ამაში რა მოგება ყველაფერი ნახია. ოღონდ ოფიციალურად ბოლო წერტილში 35-დან 2600 მანქანა ჩავიდა ყირგიზეთში. 2600, 35,000-დან 24 მილიონის ღირებულების. რა მოხდა ამით? ანუ არც ერთმა აქტორმა, რომელიც ამაში მონაწილეობა მიიღო, სანქციები არ დაარღვია პირდაპირ წესით. ოღონდ სინამდვილეში გაყიდა სანქცირებული ტვირთი რუსეთში. ამ სქემით ძალიან დიდი, კოლოსალური, რაღაც კოსმოსური მასშტაბის ფული გაკეთდა უკანასკნელი 4 წლის მანძილზე ამ ქვეყანაში. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კიდევ რაც არის ის, რომ ქართველი ავტოდილერების მდგომარეობა რა მოცემულობაში ახლა მე მქონდა კომუნიკაცია ბევრ ავტოდილერთან, იმის რომ გამეგო ახლა რა ეტაპზეა, მაგალითად
ვაჭრობა ავტომობილებით, რომ ახერხებენ თუ არა სხვა ქვეყანაში ავტომობილების გაყიდვას, ქართველი დილერების მდგომარეობა არის საგანგაშო. საგანგაშო, იმიტომ რომ ჩაანაცვლა რუსულმა კომპანიებმა, რუსმა ავტოდილერებმა, რომლებიც ყიდულობენ, იწერენ, ადგილზევე ყიდულობენ, ეფექტურები არიან, შემდეგ მანამდე ვისაც ჰქონდა თუნდაც საქართველოს მოქალაქეს აქედან სარგებლის მიღების შესაძლებლობა, ახლა ამ საქმეს და ამ სარგებელს იღებენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, რუსული კომპანიები, ანუ სარგებელიც კი დაეკარგათ. მორალური კომპრომისი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს გააწევინა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ, ეს შეიძლება ვიღაცამ თავის დროზე გაამართლა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მაგრამ ამის პარალელურად მივიღეთ ის, რომ ეს ფინანსური სარგებელი და მიმღებობა სარგებლისა ჩაანაცვლა ისევ რუსეთის მოქალაქეებმა და ჯამური რიცხვი, რაც არის ექსპორტის რიცხვი, ან რაოდენობა არის კოლოსალური თანამონაწილეობა ამ სამ ქვეყანაზე, ყირგიზეთი, ყაზახეთი და რუსეთი. ჯამში იყო 3 მილიარდი $-ის ექსპორტი საქართველოსთან და ამ დროს ჯამური საექსპორტო ფინანსური მოცემულობა და ჯამის მოცულობა არის 6.6 მილიარდი. 6.6 მილიარდი. ნახევარი ფაქტურად არის ავტომობილები. ნახევარი არის სამ ქვეყანაზე, რომელიც პირდაპირ კავშირში არის, რეალურად წარმოგვიდგენთ ერთ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ავტომობილი რუსებისთვის რა მარტივად. ძირითადი მდგენელი აი 6.6 მილიარდიდან რაც ჯამში საქართველოს ექსპორტი არის, ნახევარზე ცოტათ ნაკლები, ფაქტურად ნახევარი არის ავტომობილების წილი რუსეთში, ყაზახეთში და ყირგიზეთში. რა ვიცი ხა, ვისაც ეს მდგრადი გონია და გონია რომ ეს ომი რო დამთავრდება, მერეც გაგრძელდება, ან ხო, არ ვიცი, არაფერი სათქმელი არ მაქვს ასეთი ხალხისთვის. მოკლედ ეს არის ერთი მარტივი მაგალითი იმისა, როგორ ხვდებით ეკონომიკურად როგორ ხდება აი ამ საქციების გვერდის ავლით რაღაცა პარალელური სამყაროს შექმნა საქართველოში და კიდევ თქო რაღაცა ჩაკეტილი პარალელური ეკონომიკური ჯაჭვის ჩამოყალიბება. ამის მიღრმა ორი წუთით მინდა რომ დაუბრუნდეთ აი ამ დამოკიდებულების საკითხს ზოგადად რასაც ქვია. საქართველოს გარდა იმისა რომ ნუ ავტომობილების ექსპორტიორი გიგანტი არის ბოლო წლების მანძილზე. ხო, არსებობს ის ტრადიციული პროდუქცია, რომელიც ჩვენთვის მთავარი ექსპორტია, ხო? ეხლა ეს რაღაცა ჯოჯოხეთი რო გვერდზე გავწიოთ ერთი წუთით და ეს რაღაცა ეს სქემა მასშტაბური ფულის წერის, ასე ვქვია, ეს ავტორი ექსპორტი, საქართველოს მთავარი ექსპორტი პროდუქცია, ღვინო, მარტივად, ღვინო, რომელიც არის მთავარი, რომელზეც ხო, რომელიც ყველაზე მეტი გაგვაქვს და ყველაზე მნიშვნელოვანია ბევრი საქართველოს მოქალაქისთვის. ღვინის ნაწილში 2025 წლის 11 თვეში ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთი იყო. საქართველოს ექსპორტზე 254.8 მილიონი $-ის ღირებულების ღვინო გაიტანა. აქედან საექსპორტო ბაზრის 64% მოდის რუსეთზე. განსხვავება რო იხილოთ პირველ და მეორე პოზიციაში მარტივად რუსეთში გატანილი აი ამ 245 მილიონი $-დან 157 მილიონი $-ი მოდის რუსეთის ფედერაციაზე და შემდეგი მეორე ადგილას არის პოლონეთი და ნუ რო შეადაროთ 157 მილიონი რუსეთში არის გატანილი და 15.8 ან 16 მილიონი $-ის არის მარტო პოლონეთში. ანუ რუსეთში გატანილი 11 თვეში 25-ს არის 56 მილიონი ლიტრი და პოლონეთში არის 6 მილიონი ლიტრი მხოლოდ. ანუ აი ამ მასშტაბზე არის გავახსენოთ ჩვენ თანამოქალაქეებს, რომ საქართველოში იყო პერიოდი, მომენტ სადაც აი 2011-12 რო ვიღოთ, რომ 0-ზე იყო რუსეთში გატანა 65%-ზე ავედით ისე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა, რაც საერთოდ საქართველოში ღვინის მრეწველობისთვის და ქართული მეღვინეობისთვის მიუყენებია ვინმე საერთოდ ალბათ დამპრობლემმა შახაბასმა რო ვაზირო მაჩეხა მასზე უფრო მძიმე ზიანი მიაყენა პუტინის რუსეთმა მაშინ როცა 2008 წლის ომის დაძაბულობის პირობებში ესეთმა კაცმა რომელსაც გენადი ონიშენკო სახელი გვარიც კი მახსოვს ის რატომ უნდა ვიცოდეთ ვაფშე გენადი ონიშენკო რომელიც იყო რუსეთში სურსათის უსაფრთხოების უნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თუ რაღაც გაუგებდა რომ სინამდვილეში არის პუტინის რუსეთისთვის არის პოლიტიკური მექანიზმი რომ დასაჯოს საკუთარ თავზე დამოკიდებული ეკონომიკურად დამოკიდებული ქვეყნები და სწორედ მაშინ ასე დასაჯა
საქართველო და სინამდვილეში ქართველი ხალხი, რომელიცაც ხო მეღვინეობა ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი შემოსავალი იყო, დაწესა ემბარგო ქართულ ღვინოზე და არა მხოლოდ ქართულ ღვინოზე, მათ შორის ბორჯომზე და ასე შემდეგ. ღვინო და ბორჯომი. ბორჯომი და მათ სხვა პროდუქციას გაავრცელეს უამრავ პროდუქციაზე. რამაც ჩამოშალა მაშინ ქართული მეღვინეობა, თუმცა გააჩინა მე მახსოვს ახალი შესაძლებლობა, იმიტომ რომ ხო ალტერნატიული ბაზა რომელიც არის საბოლოო დასკვნა, სადაც ჩვენ მივალთ, ამ ემბარგომ გააჩინა მოცემულობა, სადაც ქართველმა მწარმოებლებმა დაიწყეს ალტერნატიული ბაზრების მოძიება და აღმოაჩინეს, რომ თურმე თუ რუსეთში, სადაც ვიცით რომ რუსი ტურისტიც ბევრად ნაკლებს ხარჯავს ვიდრე ევროპელი. ხო, სადაც სპეციფიკური ღვინო მოსულა რა იყიდება. რუსეთში ბევრად უფრო იაფად ლიმონათის ფასად იყიდება ქართული ღვინო რუსეთში. ლიმონათის ფასად. ბოთლი უფრო ძვირი. კოკა-კოლის ფასად იყიდება და ამ დროს ევროპაში გატანა პროდუქტ მათ შორის ღვინის აღმოჩნდა ბევრად უფრო მომგებიანი ქართული მეღვინისთვის და ამან გააჩინა მეტი мотиваცია. სადაც სტანდარტების დაცვა გიწევს. დახვეწა სტანდარტების დახვეწა დაცვაც გიწევს, მაგრამ ეს შესაძლებლობა გაჩნდა. ამ ყველაფერს თუ უნდა ახლდეს სახელმწიფოს ხელისუფლების მხარდაჭერა, ბევრად უფრო მაღალ შემოსავალზე შეიძლება გავიდეს ქართველი გლეხი, რომელიც ფერმერი, რომელიც მუშაობს მოყვანაზე ურჯნის და პარალელურად მეღვინე, რომელიც აწარმოებს ღვინოს. თუმცა აქ უკვე ნულოვანი მხარდაჭერა პირიქით. თუ შემცირებული იყო დამოკიდებულება ღვინის, ქართული ღვინის რუსეთის ფედერაციაზე, ახლა ეს დამოკიდებულება ყოველწლიურად იზრდება, თუმცა შემოსავალი არ არის, რა თქმა უნდა, იმის შესაბამისი, რაც სჭირდება მეღვინეობას, ფერმერებს და პარალელურად უკვე სახელმწიფოს გვიწევს სუბსიდირება, მაგალითად თბილისში მცხოვრებ თაზო დათუნაშვილს უწევს სუბსიდირება კახეთში, რაჭაში და სხვაგან იმ ფერმერებს, რომლებიც ხო ვერ ღებულობენ საკმარის შემოსავალს, არ და ძალიან დიდ შრომას წევენ იმისთვის, რომ დააყენონ ქართული ღვინო. ანუ მარტივი რაღაცა რო ვთქვათ, პირდაპირ და ყველანაირი იმის გარეშე, ემბარგო პრობლემა იყო ამ ქვეყნისთვის. ანუ ის იმ პერიოდში ქართველები ღვინოს ვერ ყიდნენ, ძალიან ბევრ ოჯახს ამ ქვეყანაში აღარ იბებდა. რა ვიცი 2012 წელს ჩემ თავს რო ვიხსენებ, ცალსახად მომხრე ვიყავ რუსული ბაზარი გახსნილიყო, რა თქმა უნდა. ოღონდ არა იმის ხარჯზე რომ მთლიანად დაკარგულიყო ის ჩემი აზრით უდიდესი მონოპოლარი რამოდენიმე წლის, რაც მაშინ ქართულმა ღვინის განვითარებამ ნახა, რაღაცა ნახტომი ერთგვარი, როდესაც ხარისხი დაიხვეწა, როდესაც ნატურალური ღვინის თემა წამოიწია და ნატურალური ღვინო მარტო რაღაცა ჩვენი ოჯახში დასალევი ამბავი კი აღარ არის, როგორც ეს იყო 15 წლის წინ. დღეს არის ღვინო, რომელსაც აბსოლუტურად მსოფლიოს ყველა დიდი ქალაქის ღვინის მაღაზიაში შეხვალ და დაღწს ნახავ ქართული ნატურალური ღვინოების. იმიტომ რომ ნატურალური ღვინის პოპულარიზაციაში უდიდესი მონაწილეობა მივიღეთ. აი ამ ყველაფრის ისევ გაბანძების ხარჯზე კი არ უნდა მომხდარიყო ის რაც მომხდა, რა ვიცი, ეს წილი უნდა გაგვეზარდა ბაზრის. მაგრამ არა, აქ სიმარტივე ისევ იმძლავრა. ის როლი რაც სახელმწიფოს უნდა შეესრულებინა, ანუ ბაზარ მე არა ვარ მომხრე რომ ბაზარში დიდად ჩაერიო. თუ ყიდის იქ და იცის რომ ისთვის ისტორიული ბაზარია, მარტივად ყიდის, ახლოს არის გეოგრაფიული, გეოგრაფულად და გააქვს გაიტანოს ამის პრობლემა. არა მაქვს, ოღონდ აი სახელმწიფომ აქ უნდა შეასრულოს სწორედ როლი, რომ არ დაკარგოს ის ძალიან დიდი მონოპოლარი, რომელიც სახელმწიფო დიდი მონაწილეობა მიიღო მაშინ თავის დროზე და არა რაღაცა სხვა რაღაცეების კეთებით და საფასო კომისიების შექმნით. ეს არის აი მაგალითი ამისი. სწორედ ერთი მნიშვნელოვანი კაცი გაიხსენე. საექსპერტო აქ მნიშვნელოვანი ამბავია, რომ შესაძლებლობები გაჩნდეს იმისთვის, რომ ექსპორტზე მარტივად გაიტანოს, დაეხმაროს სტანდარტების სახელმწიფო დაეხმაროს მაგაში სტანდარტების დაკმაყოფილებაში და დაეხმაროს ზოგადად როგორც ფენომენს ქართულ ღვინოს პოპულარიზაციაში. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვამაყობთ ძალიან კარგად ვიცით ქართული ღვინის ფასი, ისტორია, 8000 წლოვანი ისტორია, ქვევრის უნიკალურობა და ასე შემდეგ, მაგრამ მსოფლიოში ბევრად უფრო ცნობილია სამწუხაროდ ფრანგული, იტალიური, სამხრეთ აფრიკული ღვინოც კი ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე ქართული. ამ ყველაფერს სჭირდება პოპულარიზაცია, სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან
გრძელვადიანი სტრატეგია, სადაც ქართული ღვინო იქნება პრესტიჟული, იქნება უნიკალური და იქნება მათ შორის ძვირადღირებული, იმიტომ რომ ეს ღირებულება ნამდვილად თან უნიკალურია თავისი ჯიშებით, თავისი 8000-ლოვანი ისტორიით, ამბით, ამის კეთება უნდა იყოს სახელმწიფო მხარდაჭერის ნაწილში. ერთ-ერთი მის ზოგადი და არა ის, რასაც ვხედავთ, რომ თურმე ღარიბაშვილის ღვინის კომპანია გადის კოლოსალურ მოგებებზე, რასაც ვერავინ ვერ დამაჯერებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი იყო, როგორ შეიძლება ერთი ღვინის კომპანია, კი, ის 7 მილიონი დოლარი, რომელიც თურმე არალეგალურად მიიღო. როგორ შეიძლება ერთმა ღვინის კომპანიამ მსგავსი მოგება ნახოს მაშინ, როცა ამ დროს სუბსიდირებას აკეთებს მაგალითად იმ ადამიანების მასწავლებელი, პედაგოგი, რომელიც სკოლაში ასწავლის და არ ყოფნის საკუთარი ხელფასი, ისიც კი ბიუჯეტიდან აკეთებს სუბსიდირებას მეღვინეობას. ამ დროს ღარიბაშვილის სუბსიდირებას აკეთებს სინამდვილეში, რომელიც ამ პულს იპარავს და აქ 7 მილიონ დოლარს ძალიან ცუდი რეალობა დაგვარდა. ყველა ეს დიდი კომპანიები სხვა შორის უნდა ითქვას, რომ დაკავშირებულია ხელისუფლებასთან. სამწუხაროდ. ანუ რეალურად ეგ ცალსახად ეგრე არის, რომ აი რაღაცა საქართველოს გადასახადის გადამხდელებმა, მასწავლებელმა, რომელსაც ხელფასი თვიდან არ ყოფნის, რაღაცა ელექტრიკოსმა, რომელსაც თავის ყოველდღიურ შეკვეთა თუ არ აქვს, უბრალოდ თავი ვერ გააქვს, ყველა ამ ადამიანებმა თავის გადასახადებიდან ფული გადაიხადეს იმაში, რომ ტარიელ და კაკაშა ღარიბაშვილებს ქონდათ კომპანია და ბევრი მილიონი მოიხაპათ. ანუ რეალურად ეგა მართლა კაკაშა მიშოვა მაყუტი იმით მასწავლებლების ხელფასის ხარჯზე. საშემოსავლო გადასახადი ჟურნალისტები, რომლებიც ამას აშუქებდნენ, კაკაშა დაძდევდა მოსაკლავად და აფურთხებდა დედოფლის წყაროში. თუ რაღაცა ეგეც უშვებოდა. ძიმე ცხოვრება მოხდა. ეგ არის პრობლემა. უცებ გადავალ აქედან ბარემ ერთად ვთქვათ ეგ ყველაფერი. ღვინო ვაგებ თქვით 64%-ზე ასულდა. რომ გვესმოდეს მზარდია ტენდენცია, წლიდან წლამდე იზრდება რუსული ბაზრის წილი საერთო ექსპორტში ქართული. მეორე მნიშვნელოვანი თემა. კიდევ უფრო შეაშინება ახლა. ხო, უარესი აყურებელს და მსმენელს. ნუ გაი ღვინო შეიძლება არ დალიო. გავიგეთ. არ დალიო ვთქვათ. მაგრამ პური ხოლმე ჭამო. ყველა ვარიანტი უნდა ჭამო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2025 წელს იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ 82.416 მილიონ დოლარის ღირებულების ხორბალი იყიდა. ეს კი 2019-დან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 77.6% მოდის რუსულ ხორბალზე, ან ხორბალზე, ან ფქვილზე. მე მგონი ძირითადად ხორბალს ყიდიან, ეხლა ფქვილის გაყიდვა შეაჩერეს. 22.2% კი ყაზახური ხორბალია. აი ერთ-ერთი ჩემი აზრით ყველაზე საშინელი რიცხვი 77% საქართველოში მოხმარებული ხორბლის, ანუ პურის არის რუსული. და ამ დროს ნებისმიერ დროს ისე გავიხსენოთ წარსული. ნებისმიერ დროს რომ გადაწყვიტოს მტრულმა სახელმწიფომ. მოცემულობა მტრული სახელმწიფოა, რომელსაც აი დასაწყისში ახსენეთ აზო ძალიან სწორი რაღაცა, რომ რუსეთის ფედერაციის სურვილი და მიზანი არის, რომ საქართველოს სახელმწიფო არ არსებობს. არ არსებობდეს უბრალოდ. ამას ღიად საუბრობენ პროპაგანდისტულ ეთერებში. თავის პროპაგანდისტები, ჟურნალისტები, სპიკერები, სახელმწიფო მოხელეები, რომ საქართველოს არსებობა როგორც სუვერენული სახელმწიფოს და არ შედის რუსეთის ფედერაციის ინტერესებში. ერთ დღესაც რომ გადაწყვიტოს, რომ აი ამ დამოკიდებულებების პირობებში, სადაც აი ღვინო იქნება, ეკონომიკა, ხორბალი, ნავთობზე გადავალ, სხვა ნიშნულოვან დეტალებს ვახსენებთ. და არ ჩავდივარ ძალიან სიღრმეში. მართლა რომ მაღაზიაში საქართველოში ყველა მაღაზიის პროდუქციის 70% არის რუსული. მაგამდე არ მივდივარ კიდე. არა. შოკოლადები, ხორბალი, ღვინო. რომ გადაწყვიტოს, რომ ხვალ ისევ გამოაცხადოს ემბარგო, ქართულ ეკონომიკას მიაყენებს ისევ გამოუსწორებელ, ბევრად უფრო მძიმე ზიანს, ვიდრე შეიძლებოდა ეს წარსულში ყოფილიყო. ამიტომაც აქვს ამას ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საქართველოს საერთოდ სტაბილური განვითარების შესაძლებლობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ ამ საკითხებზე ვლაპარაკობდეთ, მოქალაქეებმა იცოდნენ ზრდადი დამოკიდებულების შესახებ რუსულ ეკონომიკაზე და ამ დროს უკვე აკავშირებდნენ ყველაფერს პოლიტიკასთან, იმიტომ რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილია ერთი ან მოქმედების და მეორე ნაწილში გამიზნული უმოქმედობის, რასაც ივანიშვილის ხელისუფლება აკეთებს ახლა ჩვენი სახელმწიფოს და ეკონომიკის წინააღმდეგ. ხო, სრული იმპოტენტიზაცია პროცესი არ დამოუწყდება ეს პერიოდი, დღევანდელ მართლა ისე მახსოვს აქტიურად.
აი წარმოიდგინეთ მას, ვინც ვერ მოესწარით და ვინც მოესწარით, გაიხსენეთ. უბრალოდ გარეთ არის იანვრის შუა რიცხვები. თბილისში 2006 წელია, საქართველოში 2006 წელია, სხვა შორის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცივი ზამთარი იყო. და 2006 წლის სადღაც შუა რიცხვებში იანვრის საღამოს კურიერი იწყება ამბით, რომ საქართველოს-რუსეთის საზღვარზე, სადღაც ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ტექნიკური ხარვეზის გამო აფეთქდა მთავარი გაზსადენი, რომელთაც საქართველოს მარაგდება გაზით. სულ რამოდენიმე თვით ადრე, რამოდენიმე თვით მერე ამ ამბის ის კაცი გამოჩნდება ტელევიზორში, რომელსაც ჩემი და აგერ ირაკლი გუბრაძის თაობა მთელი ცხოვრება ალბათ დავიმახსოვრებთ სახელით, გვარით და ჰაბიტუსით ვინმე ევგენი ონიშენკო, რომელიც რატომ უნდა ვიცოდე თუ გენადი ონიშენკო, რომელიც რატომ უნდა იცოდე რუსეთის სურსათის უვნებლობას ვინც ხელმძღვანელობს. ჩვენი ბავშვობა ეგრე გავატარეთ, რომ ეს კაცი ყოველ მესამე დღეს ტელევიზორში იყო და ლაპარაკობდა რა საშინელება იყო ქართული ღვინო. ანუ ეგ მართლა პრობლემა იყო, მაშინ კაცო ძალიან ეს უბედურება. ქართული ღვინო, მანდარინი, ციტრუსი, ყველაფერი გააჩერდა. აი, ჩაწყობილად ჯერ გაგვითიშეს და ვითომ ავარია იყო და გაზი და თბილისი გაყინული იყო. მართლა უცივეს ზამთარი იყო, მახსოვს თოვლი იყო, აი ეს პერიოდი იყო და საშინელება ხდებოდა უბრალოდ ვეღარ ნავთის გაყიდვა დაიწყო. დღემდე კარგად მახსოვს, მუშტაეთის ბაღთან რიგი გაიჩიტა ნავთის და 2006 წელს კიდე ნავთის რიგში რო აღმოჩნდი, მეთქი დავიღუპეთ მართლა. და მუღამი ეგ იყო, რომ ეგ გვეფიქრა, ეგ განცდა ქონოდა, რომ აი დეჟავუ გვაქვს, დავიღუპეთ, ეს ქვეყანა გაუბედურდება, რუსეთის გარეშე ამოუწყდებით, ეს გავკეთე იმისთვის, რომ სრული დესტაბილიზაცია მოეხდინა ნავარდებ რევოლუციონარ საქართველოში, რომ ძალიან არასტაბილური იყო, ინსტიტუციები არ არსებობდა, რევანშის სერიოზული გეგმა არსებობდა მოსკოვიდან. რევოლუციური ხელისუფლებაც აქ ბევრ შეცდომას უკვე უშვებდა და მოკლედ აი ამ ორ ტრიალში მიზანი რა იყო, რომ ჩამოქცეულიყო ქართული ეკონომიკა, ქუჩაში ხალხი გამოსული იყო სააკაშვილის წინააღმდეგ, რომ ისა რა ქვია, რუსული ბაზარი დაგვიბრუნე იმისთვის, რა ქვია, ღვინისთვის, იმიტომ რომ ვიღუპებით, დესტაბილიზაცია, არეულობა, მოკლედ იყო გამიზნული სვლა ამ ყველაფრისა. და გეოპოლიტიკური ფასი ერთგვარი იმისა, თუ რასაც თქვია, რუსული პროდუქტი, რუსული ბაზარი, რუსული ენერგეტიკა, რასაც აი უახლოეს ბოლო პერიოდში, ბოლო წლებში ნახავს მთელი ევროპა მერე. მაგრამ მაშინ რო ეს ხდებოდა, ეს მაშინ მარტო ჩვენ თავს ხდებოდა. ალბათ ამას გაზის ექსპორტი, უფრო სწორად იმპორტი უკვე რუსეთიდან ექსპორტი ვერ გვექნება. რუსეთის ენერგეტიკული გიგანტის გაზპრომის ცნობით 2025 წელს გაზპრომმა საქართველოსთვის გაზის მიწოდება 40.4%-ით გაზარდა. ერთი წლის განმავლობაში. მათივე სტატისტიკა ოფიციალური საიტზე უნდა უხარიათ ეგ ამბავი, რომ აგერ დამატებითი ბაზარი გვაქვს. გაზის ექსპორტზე ეს რა გამახსენდა, ეხა აქტუალურია ეგ კაცი. ბოლო დღეებში გამოჩნდა იმის რა ქვია, ლობისტობს ოცნებას. ოცნებს ლობისტი ამერიკაში რა, ფრონტერას ისა დამფუძნებელი დირექტორი. კახეთში რო ხო, კაცი იყო, რომელსაც მაგაზე გამახსენდა, კაცი იყო, რომელიც რა ნახევარ სამყაროში აქციონერებს აჯერებდა, რომ საქართველოში კახეთში იპოვა კოლოსალური მასშტაბის საბადო გაზის. გაზის საბადო იმდენი რომ რა მთელ რეგიონს მოამარაგებდა და ამით რაღაცა თაღლითური სქემა იყო რა, აქციონერებს ბევრი ფული ჩაადევნდა და მე რა თქმა უნდა გადააგდო, იმიტომ რომ კახეთში რო გაზი არ არის, ეს რავი, ჩვენ დიდი ხანია ვიცით. საბჭოთა დროიდან სამწუხაროდ ეგამბა. ივანიშვილმა ამ კაცთან კონტაქტი ამ კაცს წაგებული არბიტრაჟი რო იცოდეთ საქართველოს ხელისუფლებას და მოკლედ ივანიშვილი კონტაქტზე გავიდა და ეხა ის კაცი რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ედავებოდა მაშინ რომ იმიტომ კი არა რომ გაზი არ არის იქ, იმიტომ რომ ქართულმა სახელმწიფომ ხელი შემიარწევი შემიწოდა შემიშალავ და მაგაზე საერთაშორისო არბიტრაჟი ედავებოდა ივანიშვილს, ეხა არის ივანიშვილის ისა რა ქვია ლობისტი ამერიკაში. გაზის ექსპორტზე გამახსენდა ორივე ქართულ ხალხის წინააღმდეგ არის. ეგ მოცემულობა. აქ ლაპარაკობთ იმპორტზე, მოკლედ ფრონტერა არ გამოვიდა, მეგობრებო, სამწუხაროდ მაკაცმა მოიტყუა და გაზის ექსპორტს ვერ ვაკეთებთ. აქ არის იმპორტი 40%-ით რუსულ გაზზე დამოკიდებულება იმ დროს, როდესაც ჩვენ ვართ თავარი გამტარი იმ გაზისა, რომელიც აზერბაიჯანიდან მიდის ევროპაში. თავარი გამტარი, ანუ ჩვენ გარეშე გამბავი არ ხდება, ანუ ბაქო-თბილისის ჯეიჰანის მილსადენი ატარებს ყველაზე მნიშვნელოვან ბაქო-თბილისის შაღდენიზი. ბაქო-თბილისი ჯეიჰანი. ჯეიჰანი ატარებს ყველაზე. მოკლედ, აქ ქონდა საშუალება, რომ ქონოდა აზერბაიჯანული გაზი. აქაც ლაპარაკი არის რეალურად კოცების მხრიდან არგუმენტი არის ფასი.
და ნუ ჩვენ რა თქმა უნდა გეოპოლიტიკური არგუმენტი გვაქვს აზერბაიჯანი ჩვენი მოძმე და მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა ჩვენ რა თქმა უნდა ბევრად უფრო გვაწყობს ეს გაზი და ამაზე შეთანხმება შეიძლება და ეხლა კონცეფცია აქვს რა ამას წინ რა თქმა უნდა ერთ კაცთან დავა რომელსაც აი ეს მესიჯი ქონდა ჩამჯდარი რომ მაგას ძმაო აზერბაიჯანელები გვეუბნებიან ეგენი ხო ძვირად ყიდიან ევროპაში გასვლა არ უნდათ რომ ჩვენ მოვყიდონ ეხა იაფათ იმიტომ რომ ჩვენ კონტრაქტში იაფი გვიწევია და გვეუბნებიან რომ გეხვეწებთ რუსებისგან იყიდეთ აი ეს და მივხვდი რომ მუშაობს ეგ ისა რა რაღაც ეს მარტივი სქემა თავში დაალაგდა და ტყუილია ხალხო რა როცა შენ გეოპოლიტიკური ინტერესი გაქვს რომ შენ ტერმა არ მოგამაგოს გაზით ანუ არ იყო დამოკიდებული იმაზე რაც მოხდა 2006-ში რომ შეიძლება გაიყინოს ქვეყანა უცებ და რა ვიცი გათბობის საშუალება არ კონდეს ხო რავი არ არის რა ეგრე არ არის ეგრე მარტივად გადაწყვეტილი ამბავი რომ აზერბაიჯანი რო გეტყვის რომ მე ევროპაში უფრო კარგად ვყიდი რომ ეგ მიიღო იმათ რა ქვია მოცემულობა ტყუილი ეტოქში ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც არის ევროპაც რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული. კი, რა თქმა უნდა, მაგითო ვახსენე გეოპოლიტიკური ფასი გვიან მიხვდა. 10 წლების განმავლობაში ევროპა იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე, თუმცა მათ მიიღეს გადაწყვეტილება ეკონომიკას პლუს მორალი და პლუს თავისუფლების შესაძლებლობა. გადაწყვეტილება თავისუფლების შეგრძნება, თავისუფლების ენერგო უსაფრთხოება 2025 წელს უპრეცედენტოდ შეამცირა ევროპა, ევროკავშირმა და არა მხოლოდ ევროკავშირმა, ევროპულმა ქვეყნებმა რუსული გაზის მოხმარება და დავიდნენ 1970 წლის ნიშნულზე. ასეთი მცირე რაოდენობით შესყიდვა რუსული გაზის აპოფლა და დარწმუნებული რა ესეც ნელ-ნელა ქვევით წავა. ამის შესაძლებლობა საჩენს ერთი დივერსიფიცირება ბაზრის, რაც არის სწორედ აზერბაიჯანმა ძალიან როლი ითამაშა მაგ გამოში. როლი მათ შორის ჩვენმა საერთო პროექტმა გაზსადენის სახით, საიდანაც სხვათა შორის საქართველოს რჩება გაზის ძალიან დიდი რაოდენობა, რომელიც ხმარდება, შედის ჩვეულებრივად ბაზარზე, იყიდება და ფულადი სახით უბრუნდება უკვე საქართველოს ბიუჯეტს. ეს შესაძლებლობა საქართველოს აქვს, უბრალოდ სწორია რომ გააკეთო დივერსიფიცირება ყველა მიმართულებით. იქნება ეს ხორბალი, იქნება ეს ღვინო, იქნება ეს გაზი, ნავთობი, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროები თუ ასე შემდეგ. ჩვენი რეალურად დღევანდელი საუბრის დასკვნაც ეგ არის. დივერსიფიკაცია, ალტერნატიული პოლიტიკური ბაზრები და ეკონომიკასთან ერთად არასდროს არ უნდა დავივიწყოთ მორალური დილემები, რომლებიც გვიდგას, იმიტომ რომ როცა შენ მორალურ კომპრომისებს აკეთებ, ბოლო მაინც ძალიან მძიმეა, იმიტომ რომ არასწორ ადამიანებთან, არასწორ მხარეებთან, არასწორი მსუბუქი სიტყვა მტერთან მიდიხარ ისეთ მორალურ კომპრომისზე, რომელიც შემდეგ ძალიან მძიმედ გიბრუნდება და ეს ბევრჯერ ნანახი გვაქვს. სახარებისეული დილემა არის რა, ხო, გადააბიჯო თუ არა მაგ ამბავს და არასდროს არც ერთ ეპოსში, არც ერთ რელიგიაში და არც ერთ წმინდა წიგნში კარგად არ მთავრდება ხოლმე. რაღაც ვიღაცის უბედურებაზე კაპიტალიზირება და ვიღაცის უბედურებაზე ხელის მოთმობა, რა ვიცი ხა ეს ამაზე პრიმიტიული და ელემენტარული ჭეშმარიტება არ არსებობს. დასკვნაში მეც მინდა დასკვნის ნაწილში თქვა ერთი რამ, არც მე, არც ირაკლი და არავინ ჩვენი თანამებრძოლებიდან რაღაცა საღი აზრის მიღმა არ ვართ და ვთქვათ არ ვამბობთ რომ შეუძლებელი არა ვართ იმ კატეგორიის ადამიანები თვლიან რომ რაღაც რუსეთის გარეშე რუსეთის მეზობლად არსებობა 100%-ით არის შესაძლებელი. ჩვენ უნდა გქონდეს ეკონომიკური ურთიერთობა და რაღაცა ეკონომიკური კავშირები. ენერგომატერიალებში ასე შემდეგ ყველაფერში შეიძლება გქონდეს ურთიერთობა, მაგრამ შენი მთავარი საექსპორტო პროდუქტი რეალურად მთავარი და არა ავტომობილები ღვინო არ უნდა იყოს დამოკიდებული რუსულ ბაზარზე, ამან ხელი შეუშალა ჩვენი ღვინის განვითარებას და ხარისხის განვითარებას მარტივ მაგალითია და ისევ შენ ნათქვამს დაუბრუნდები. რა არის? როდესაც შენ ხარ მცირე მიწიანი ქვეყანა, სხვა ნიშა უნდა დავიკავოთ. არსებობს ამის მაგალითებიც, აბსოლუტურად სხვა ღვინის ნიშა ჩვენ მას წარმოებაში ვერც ჩილეს ვერ შევედრებით, ვერც ავსტრალიას და ვერც სამხრეთ ამერიკას არ ვამბობ პირველი რანგის ღვინის ქვეყნებზე, აი ამ კატეგორიის ქვეყნებსაც ვშევდით, იმიტომ რომ მასიური წარმოება აქვთ მათ. და ჩვენ ამას უწარმოებაში ვერ ვართ, ამიტომ ჩვენი დიდი პლუსი არის პრემიუმ ხარისხი, ანუ ხარისხიანი და მაღალი სეგმენტისთვის განკუთვნილი ღვინო. დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ რა. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული პურზე. ის რომ რუსეთში ვიღაცამ ერთი ონიშენკოა თუ შმონიშენკო ესე გააკეთოს და გაქრეს პური უბრალოდ ერთ კვირაში საქართველოში დახლებზე პური პრობლემა გახდეს. აი ეგ არ გვინდა. არ გვინდა რომ ქართული ბიზნეს სექტორის ფუნქციები
შეითავსოს რაღაცა დახშულმა ეკონომიკურმა წრეებმა, სადაც მარტო თვითონ არსებობენ რუსეთის მოქალაქეები. არ გვინდა რომ საქართველოს აღმოჩნდეს და ეს არ გვითქვამს დამოკიდებული საქართველოში მანქანით გადაადგილება იყოს დამოკიდებული იმაზე რუსეთი გადაწყვეტს თუ არა შეგვიწყვეტოს საწვავი და 97% ჩვენი საწვავის არის რუსული. ნედლი საწვავი. ნედლი საწვავის, რომელიც მე მუშავდება. არის რუსეთზე დამოკიდებული. ეს ყველაფერი უნდა გავუკეთოთ მარტივი მიზეზის გამო. ეკონომიკური ენერგეტიკული უსაფრთხოება. ისეთივე უსაფრთხოება, როგორც არის ჩვენი ფიზიკური უსაფრთხოება, დღევანდელ სამყაროში ასეთივე მნიშვნელობის არის ენერგო და ეკონომიკური უსაფრთხოება. იხილეთ უკრაინის მაგალითი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ენერგო უსაფრთხოებას და იმას, რომ დამოკიდებული არ იყო ვიღაცაზე. იხილეთ ის გზა, რომელიც ახლა ევროპამ გაიარა. კი, ჩვენ რუსეთის მეზობლები ვართ, ეს მოცემულობაა, მაგრამ უნდა გვესმოს, რომ ისიც მოცემულობაა, რომ რუსეთს არ უნდა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა და 35 წელია ყველაფერს აკეთებს, რომ გაგვაქროს. გვეომება ფიზიკურად გვანადგურებს. ასეთ ქვეყანაზე არ უნდა იყო დამოკიდებული ძირითადად ენერგომატერიალების შემოსვლაზე. ძირითადი პროდუქტების გატანაზე, ან პურის იქიდან შემოტანაზე, იმიტომ რომ ეს საშიშია. იმიტომ რომ 2006 წელი შეიძლება ბევრად უფრო მძაფრი გახდეს. შეიძლება ბევრად უფრო მწარე იყოს და რა ვიცი, ვერ შეიძლება რომ ამაზე და ვიღაც ერთი ოლიგარქის პატიოსნებაზე იყო დამოკიდებული ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, რომ ივანიშვილი რო არის აქ და რუსეთს არ ვაღიზიანებთ. აი ეს ყველაფერი შეიძლება და ჩვენი ერთ დღეს ეს ყველაფერი ცუდად არ მოუპატრიალდება საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ ხო, ეს რუსოფობია არ არის, ეს არის პატრიოტიზმი. გიყვარდეს შენი ქვეყანა და ფიქრობდე იმაზე, რომ იყო ეკონომიკურად, ენერგეტიკულად და ფიზიკურად უსაფრთხოდ. ქართულ პოლიტიკაში ჩვენი როლიც მათ შორის მოიცავს ასეთ თემებზე საუბარს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური პოლიტიკური საკითხები ჭამს ხოლმე პოლიტიკურ სივრცეს, ჩვენი მიზანია რომ გრძელვადიანი პოლიტიკური საკითხები შემოვიტანოთ სამსჯელოდ, ერთმანეთის დასარწმუნებლად, იმისთვის რომ გავაჩინოთ რეალურად ალტერნატიული შესაძლებლობები, უკეთესი ბაზარი და მორალურად გამართული გადაწყვეტილებები. ჩვენ მიუხედავად შეიძლება ეკონომიკურ რაღაც დეტალებზე მეც თაზომაც ერთმანეთთან ვიკამათოთ, ხვალდაზე, როცა სტაბილურ სახელმწიფოში ვიქნებით, ნორმალურ ცხოვრებაში, ნორმალურ სახელმწიფოში ვიქნებით. მთავარი ამბავი არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ მორალურად და ეკონომიკურად სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ეს იქნება მათ შორის ჩვენი სამუშაო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა. მადლობა, ვინც მოგვისმინეთ ბოლომდე. გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და მათ შორის გაგვიზიაროთ თქვენი კრიტიკული, პოზიტიური შეფასებები და გვითხრათ რა არის ის თემები, რომელზეც საუბარი ჩვენ შორის და თქვენთან ინტერაქცია მოგეწონებათ, გაინტერესებთ, შეეხება ეკონომიკას, უფლებებს, საგარეო საკითხებს თუ ასე შემდეგ. ამიტომ მოგწერეთ, დაწერეთ კომენტარები და რა თქმა უნდა გამოიწერეთ ჩვენი გვერდიც. მადლობა, ამითი ამ დერეფანშიც გავიარეთ. მეხუთე ეპიზოდი დასრულებულია. დავეთანხმებ ირაკლის, თვალყურს ვადევნებთ, მთელი გულით უყურებთ, როგორ იზრდება ადამიანებს რაოდენობა, ვინც გვიყურებს. მადლობა ამისთვის. აქვე ძალიან გთხოვთ, დაგვასაბსკრაიბეთ, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, დაგვალაიქეთ, იმისთვის რომ ეს ამბავი გავაგრძელოთ და გავაგრძელოთ თქვენთან ერთად და ირაკლი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც თქვა, ხა? ხო, რა ვიცი, ძალიან მაგარი იქნება თუ დაგვიწერთ იმ თემებს, რომელზეც გინდათ რომ ცოტა უფრო ცლად მოისმინოთ ჩვენგან. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ, ჰარი-ჰარალეზე დედას ფიცავარ არ ვლაპარაკობთ, ვმუშაობთ, ვიძიებთ ამბავს. ღრმა დეტალებს ვარკვევთ და შემდეგ გიყვებით ხოლმე ასეთ ისტორიებს და მოკლედ რასაც გვეტყვით, იმითაც დავინტერესდებით თუ მოგწერთ ჩვენ YouTube გვერდზე, ან Facebook გვერდზე, ან კიდე არ ვიცი რა გვერდზე. ამით მეხუთე ეპიზოდი დასრულებულია. ნახვამდის.